ბატონ გიორგი, ბიძინა ივანიშვილი გიჩივით? რა საქმეა ეს? რისთვის დაგიყადაღეს მთელი ქონება? უკაცრავად რა საკეთებთ? ბიძინა ივანიშვილის მილიარდიანი ქონებების მმართველი ჯერ კიდევ 4 ივლისს ვერც კი წარმოიდგენდა, რომ განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა. ბატონ გიორგი, პირადად ბიძინა ივანიშვილი გიჩივით? ამ ჟურნალისტური გამოძიების კეთება შაბათის ეთერის გუნდმა რამდენიმე კვირის წინ, ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც საგამოძიებო უწყების გარდა არავინ იცოდა, რომ მილიარდერი საკუთარ მარჯვენა ხელს უჩიოდა. ეს არის ჩვენი გუნდის მიერ მოპოვებული სასამართლოს განჩინება, საიდანაც დგინდება, რომ 17 ივნისს მოსამართლე ლელა კალიჩენკოს გადაწყვეტილებით გიორგი ბაჩიაშვილის მთელი ქონება და ბიზნეს წილები უკვე დაყადაღებული იყო. რას უკავშირდება ეს ბატონ გიორგი? აი თქვენი ქონება რომ დააყადაღეს და ბიზნეს წილები. შაბათის ეთერისთვის ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი სანდო ადამიანის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის დეტალები ხდება ცნობილი. ჩაწერილი ინტერვიუებითა და მოპოვებული დოკუმენტებით ჩვენ მივიღეთ რწმუნება, რომ ოლიგარქის მიზანი მისი ერთ-ერთი მთავარი მესაიდუმლის იზოლაციაში მოქცევა და საქართველოში გამოკეტვა იყო. ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში ჩვენ გიყვებით ოლიგარქის კარზე ერთდროს დაწინაურებული გავლენიანი ფიგურა როგორ შეიძლება 12 წლიანი პატიმრობისთვის გაწირვა. თუკი მის ერთგულებაში ეჭვს ქვეყნის არაფორმალური მმართველი შეიტანს. ბიძინა ივანიშვილმა გიორგი ბაჩიაშვილი 2013 წელს პრემიერად არჩევისთანავე გამოარჩია. ბიზნესიდან პოლიტიკაში წასულმა ოლიგარქმა მისი დიდი ფული სამართავად სწორედ ბაჩიაშვილს ანდო. წლებთან ერთად გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ ყველაზე სანდო ადამიანად იქცა. პრემიერ-მინისტრის ყველა ცვლილებისას პოლიტიკურ კულუარებში იწყებოდა მსჯელობა, რომ ოლიგარქი ამ პოსტს ბაჩიაშვილისთვის ამზადებდა. ასე იყო 2022 წლამდე, ვიდრე ივანიშვილისა და ბაჩიაშვილის გზები არ გაიყო. უთანხმოების პირველი ნიშანი საჯაროზე მაშინ გამოვიდა, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფ ბაჩიაშვილს თანაინვესტირების ფონდში არსებული აქტივები ბიძინა ივანიშვილის დიშვილის სახელზე გადააფორმებინეს. უფრო მეტად ეიმდობა კახა კობიაშვილს, ვიდრე გიორგი ბაჩიაშვილს? ბიძინა ივანიშვილი. ამასთან დაკავშირებით შეიძლება ბატონ ბიზნეს დაელაპარაკოს ხამი. თქვენ რა აგი? შაბათის ეთერმა ეს კითხვები 2022 წლის დეკემბერში დასვა. როდესაც სასწრაფოდ ერთი დღის ვადაში ბაჩიაშვილის სახელზე რეგისტრირებული აქტივები დისტანციურად ოლიგარქის დიშვილის კახა კობიაშვილის სახელზე გადაფორმდა. ეს ის დროა, როდესაც საქართველოს მთავრობას დასავლეთი რუსეთის დახმარების გამო აკრიტიკებს. ევროპარლამენტარები ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ და მისი გადამალული ქონების შესწავლა მიდის. ამ დროს ოლიგარქს ჩვენი ინფორმაციით უჩნდება ეჭვი, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა შესაძლოა მისი საიდუმლო ფინანსური ოპერაციების შესახებ ცნობები სანქციების ჯგუფს მიაწოდოს. 10 წლის განმავლობაში ბაჩიაშვილმა მილიარდერის ფულის ბრუნვაზე ყველაზე მეტი იცოდა. მაშინ უკვე იყო ეს უკმაყოფილება თქვენ შორის? არ ვიცი რა უკმაყოფილებაზე და მაშინ 8 წლის შემდეგ რატომ გაახსენდა ბიძინა ივანიშვილს, რომ თქვენგან? არ ვიცი, ჩემთვის ამოუცნობია როგორ გითხრათ, რატომ გაახსენდა. არ ქონიათ მასთან პირადად შეხვედრა და საუბარი? არა. 2022 წლის დეკემბერში გიორგი ბაჩიაშვილს ივანიშვილმა მართვის სადავეების საკუთარ დიშვილზე გადაფორმება მოსთხოვა. მოთხოვნა შეასრულა, თუმცა საქართველოში არ ჩამოსულა და ამერიკაში დარჩა. შტატებში მყოფი მთავარი მესაიდუმლე ოლიგარქისთვის მაინც დიდი საფრთხე იყო. როგორც ჩანს, რაც უფრო მეტად უახლოვდებოდა სანქციები, მით უფრო მეტად უჩნდებოდა განცდა, რომ ბაჩიაშვილი მის წინააღმდეგ დასავლეთის ხელში იარაღად იქცეოდა. ამიტომ ოლიგარქმა საკუთარი მარჯვენა ხელის განეიტრალების ოპერაცია დაიწყო. შემოიტანა. წარმომადგენელი. ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელმა? შაბათის ეთერმა დაადგინა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ბაჩიაშვილის განეიტრალების გეგმაზე მუშაობა 2023 წლის თებერვალში დაიწყო. მარტში საქართველოს პროკურატურაში მილიარდერის სახელით საჩივარი შევიდა. ოლიგარქი განცხადებაში წერდა, რომ დიდი ფული მოპარეს. იმ დროს ბიძინა ივანიშვილს ვიქტორ ყიფიანის იურიდიული ჯგუფი ემსახურებოდა. თუმცა მილიარდერი არც მას ენდო. როგორც ჩანს, საქმე ბოლომდე საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო და ამერიკაში მყოფ ბაჩიაშვილს არ უნდა გაეგო, რომ მას საკუთარი ბოსი უჩიოდა. ბიძინა ივანიშვილის სახელით განცხადება პროკურატურაში იურისტმა თეიმურაზ წიქვაძემ შეიტანა. წიქვაძე ქართულ ბანკის ადმინისტრაციული დირექტორის ვახტანგ მაჭავარიანის ერთ-ერთი ბიზნესის მმართველია.
განცხადება თქვენ დაწერეთ თუ ბიძინა ივანიშვილმა? როგორ მოვამზადეთ ეს რაფორმით, ამას რა მნიშვნელობა აქვს? ბატონ თეიმურაზ, თქვენ პირადად შეხვდით კონსულტაციები თქვენთან გაიარა, როდის დაიწყო ეს საქმე რეალურად? მარტში კი შეიტანეთ განაცხადი, მაგრამ როდის დაიწყო? როდის მოიფიქრა, რომ უნდა ეჩივლა ბაჩიაშვილისთვის? ქალბატონ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, უახლოეს მომავალში განცხადებას გავაკეთებთ. იურისტი, ვინც ივანიშვილის დავალებით პროკურატურაში ბაჩიაშვილს უჩივლა, კითხვებს თავს არიდებს. მის მიერ შეტანილი საჩივრის გამოჟონვა, როგორც ჩანს, მოულოდნელობა იყო. რაფორმით მოხდა ჩვენ შორის კომუნიკაცია, როგორ შევადგინეთ ეს განცხადება და ასე შემდეგ, ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ამაზე. ბატონ თეიმურაზ, დაკითხვას ესწრებოდით თუ არა? ამის თქმაც აკრძალული გაქვთ? აკრძალული გაქვთ ამის თქმაც, ბატონო თეიმურაზ? ახლდით თან ბიძინა ივანიშვილს? ივანიშვილი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა დაგვიდასტურა, რომ ოლიგარქი ჩვენების მისაცემად ორთაჭალაში, მთავარ პროკურატურაში თავად მივიდა. ქვეყნის არაფორმალური მმართველის ჩვენება მისი სანდოკაციის განსასჯელის სკამზე დასასმელად ახლა მთავარი მტკიცებულებაა. ბიძინა ივანიშვილი პირადად დაიკითხა? თუ არის თუ არა გამოკითხული, თვითონ მოვიდა პროკურატურაში ივანიშვილი? პროკურატურაში მოვიდა თუ პროკურორებმა მიაკითხეს ან გამომძიებლებმა სახლში? გამოკითხული არის საგამოძიებო ორგანო. მარტის თვეში მოხდა ეს? თუ სწორად მახსოვს აპრილში. რას ედავება ივანიშვილი ბაჩიაშვილს? პროკურატურის მტკიცებით ოლიგარქმა ბიზნესის საკეთებლად მისი მილიარდების განკარგავს 2015 წელს 5 მილიონი დოლარი ასესხა. ბაჩიაშვილმა ფული ბიტკოინებში ჩადო და თითქმის 40 მილიონი იშოვა. ივანიშვილი დაობს, რომ 40 მილიონის ნაცვლად, რომელიც მისგან ასესხები ფულით ბაჩიაშვილმა დააგროვა, წილად მას მხოლოდ 526,000 დოლარი ხვდა. თქვენ არ გაგიჩნდათ კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ამდენი წლის შემდეგ რატომ მოხდა ამ ამბის გაცოცხლება? მანამდე არ ქონდა მას გიორგი ბაჩიაშვილთან კითხვები? შაბათის ეთერის ინფორმაციით რეალობა სულ სხვაა. სინამდვილეში გიორგი ბაჩიაშვილის კომპანიამ ივანიშვილის ქართულ ბანკიდან კრიპტო ბიზნესის საკეთებლად სესხი აიღო. საქმეში სესხის ეს ხელშეკრულება ცდევს. ვადის ამოწურვის შემდეგ ნასესხები 5 მილიონი თავისი საპროცენტო სარგებლით ჯამში 6 მილიონი ბაჩიაშვილმა ქართულ ბანკს უკან დაუბრუნა. ბუნებაში არ არსებობს დოკუმენტი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი დაამტკიცებს, რომ ბაჩიაშვილმა მისი ბანკიდან გამოტანილი სესხის სანაცვლოდ პირობა დადო, რომ რასაც იშოვიდა ივანიშვილისთვის უნდა გაეყო. ბუნებაში არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი და გიორგი ბაჩიაშვილი ფლობდნენ საერთო კომპანიას, რომელიც კრიპტოვალუტაში ინვესტიციას დებდა. ამ ლოგიკით ივანიშვილს ახლა შეუძლია მოგების წილი მოსთხოვოს ყველას, ვისაც ოდესმე ქართულ ბანკიდან ბიზნეს სესხი აუღია. საიდან დასტურდება, სად წერია, რომ ისინი იყვნენ ინვესტორები და ერთად უნდა განეხორციელებინათ ეს ბიზნესი? აი მაშინ ერთი უნდა გავიმეორო კიდე. ხო და გააქვთ პასუხი ამაზე? რა თქმა უნდა, კიდე. სად არის, სად წერია? დოკუმენტალურად დასტურდება სასამართლოზე ხო ფაქტები და მტკიცებულებებია ყველაზე მნიშვნელოვანი. კი. თუ მე და თქვენ პირობითად ვახორციელებთ რაღაც ბიზნესს და თქვენ ამ ბიზნესში ჩადეთ თანხა სესხის სახით და მე ჩავდით სესხის სახით, არის თუ არა ეს პარტნიორობა? ქონება ჩაიდო ბიძინა ივანიშვილის? ბაჩიაშვილის სესხის უზრუნველსაყოფად ხო, ნუ ხაშად რო ვთქვათ კი ბატონო. ესე იყო, რა ქონებაზეა საუბარი? თანხაზე. და ამ დოკუმენტში წერია, რომ ინვესტორია თუ უბრალოდ ხელი გაუმართა თავის თანამშრომელს, თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელს. აი, მე მგონი საკმარისზე მეტი ვისაუბრე ამ ეტაპზე. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ბიძინა ივანიშვილის ჭარბინდობით აღჭურვილი გიორგი ბაჩიაშვილი ახლა ამბობს, რომ მისი ყოფილი შეფის საჩივრით გაოგნებულია. როდის გაიგეთ, რომ თქვენ გიჩივით? როცა დაკითხვაზე მივედი. 9 ივნის, მანამდე არა 10 ივნის? არა. ანუ გიორგი ბაჩიაშვილი ბრალდებული და ბიძინა ივანიშვილი დაზარალებული. ეს მოცემულობა როგორ შეიქმნა? ცოტა კომიკურია, არ ვიცი, რა გითხრათ. ქვეყნის ერთ-ერთი მდიდარი ბიზნესმენი ახლა ნოლზე დასვეს. თბილისში აბაშიძის ქუჩაზე გიორგი ბაჩიაშვილის ავტოფარეხიც კი დაღადაღებულია. შაბათის ეთერმა მოიპოვა დოკუმენტი სისხლის სამართლის საქმიდან, რომელიც ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის საჩივრის საფუძველზე ყადაღა დაედო ბაჩიაშვილის წილს 20 კომპანიაში. 13 უძრავ ქონებას, 7 ავტომობილს, 1 კვადროციკლს და 1 სპეციალიზებულ მისაბნელსაც კი. დააყადაღეს ბაჩიაშვილის მშობლების ბინებიც. ანუ დაყადაღებულია ყველა მისი წილი, აი შემიძლია გაჩვენოთ. კი ბატონო, არ იცოდით? მართლა არ იცოდით? ეს ბინაც დაყადაღებულია. ეკერჩხლის ქუჩაზე. ავტოფარეხი აბაშიძეზე. ჭავჭავაძეზე თქვენი ბინები. არ უთქვამს გიორგის თქვენთვის?
ეს ინტერვიუ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებთან ბიძინა ივანიშვილის ქონებების მმართველისთვის ბრალის წარდგენამდე 2 დღით ადრე ჩავწერეთ. ჯერ კიდევ სამშაბათს ოლიგარქის სანდო კაცის ოჯახი ვერც კი უშვებდა, რომ ყოფილი შეფი მათ შვილს 12 წლით ციხის საგზურს გამოუწერდა. ბიძინა ივანიშვილთან რო პრობლემები აქვს, არც ამაზე უსაუბრია? არა. საერთოდ მოიტანეთ. სასამართლო განჩინება გვაქვს. არა და 3 კვირით ადრე მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ბაჩიაშვილს ყველა ბიზნეს წილი, საკუთარი და მშობლების ქონება ავტომობილებთან ერთად დაუყადაღა. 25 სართულზე 2 ბინა არის ქალბატონი მარინას საკუთრება და პროკურატურამ დააყადაღა. იმ დროს აქ იყავით. გიორგი ბაჩიაშვილის ქონებისა და ბიზნეს წილების დაყადაღება პროკურორმა მიხეილ სადრაძე მოითხოვა. შუამდგომლობა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა. სადრაძის მოთხოვნით დაყადაღდა ბაჩიაშვილის დედის მარინა რამაზაშვილის 2 საცხოვრებელი ბინა ჭავჭავაძის გამზირზე, აქსის თაუარში. ბაჩიაშვილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ბინები ლისტზე ნეკერჩხრის 1 ნომერში. ავტოსადგომი აბაშიძის 65-ში, მიწის ნაკვეთი დავითაშვილის 19-ში, 2598 კვადრატული მეტრი ნუცუბიძე ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე და 3000 კვადრატამდე ფართობი ამერიკის საელჩოს მიმდებარე დიღომში. ეს არის 15-17, 2 ნომერია გაერთიანებული. კი ბატონო. ლიბერტი ბანკის მიერ იჯარით აღებული ეს 4 სართულიანი შენობაც გიორგი ბაჩიაშვილის კომპანიის ბურჯომი პროფერტის ბალანსია და ისიც დააყადაღეს. მოიჯარე ბანკმა ამის შესახებ ჩვენგან შეიტყო. სამწუხაროდ ინფორმაცია არ აქვს და არა აქვს არც მათ. ამ ჩვენ გაგაგებინეთ, ასე გამოვიდა ხო? თქვენგან გავიდეთ პირველად. თორემ რეაგირება გვექნებოდა. ბიძინა ივანიშვილის სარჩელის შემდეგ პროკურატურამ მოქმედება იმდენად სწრაფად დაიწყო, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა მოიჯარეების გაფრთხილებაც ვერ მოასწრო. ასე მოხვდა დაყადაღებული ქონებების გრძელ სიაში ბელიაშვილის ქუჩაზე 2000 კვადრატული მეტრი ტერიტორია. მიწის ნაკვეთი მასზე დამაგრებული შენობა ნაგებობებით ყვარელში, სოფელ ჭიკაანში. ვერ გაასხვისებს და ვერ გაყიდის ვერც საკუთარ პორშეების კოლექციას. პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის 7 ავტომობილის დაყადაღებაც მოითხოვა. მათ შორისაა პორშე 911 ტურბო კაბრიოლეტი, კვადროციკლი და სპეციალიზებული მისამყმელიც. 18 წელია ამ დარგში ვარ, სისხლის სამართალს გულისხმობ და პირველად ვნახე მსგავსი ფორმით, მსგავსი ტიპის ფაქტის დადასტურების მცდელობა. ივანიშვილი ბაჩიაშვილის საქმეში ერთი დეტალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. იმის მიუხედავად, რომ საქმე 40 მილიონის მოპარვას ეხება, პროკურატურას ბაჩიაშვილის პატიმრობა არ მოუთხოვია. სასამართლომ ივანიშვილის ქონებების მმართველს 2,5 მილიონიანი გირაო შეუფარდა. პასპორტი ჩამოართვა და ქვეყნის დატოვება უკრძალა, რითაც სრულ იზოლაციაში მოაქცია. ობიექტურად რჩება განცდა, რომ ივანიშვილის მიზანიც ეს იყო. მისი მთავარი მესაიდუმლის უსახსროდ დატოვება, ქვეყანაში გამოკეტვა და 12 წლიანი სასჯელის შიშით მისი გაჩუმება. ბატონ გიორგი, რატომ გახდა 8 წლის შემდეგ აქტუალური ეს საკითხი? 2015 წელს ეხება, როგორც ხვდებით, ხო? არ ვიცი, ჩემთვის ეს ამოუცნობია საერთოდ. სასამართლო პროცესზე დასწრების და მხარეების მოსმენის შემდეგ ჩვენ დაგვრჩა განცდა, რომ ბაჩიაშვილს ხაფანგი დაუგეს. ოლიგარქს ჩვენება გამოძიებისთვის აპრილში უკვე მიცემული ჰქონდა. თუმცა ბაჩიაშვილის დაკითხვის სურვილი იქამდე არ გასჩენიათ, ვიდრე ის ამერიკაში იმყოფებოდა. ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც ამ დრომდე ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოში მუშაობს, სამშობლოში საზაფხულო არდადეგებზე 9 ივნისს დაბრუნდა. დაკითხვაზე მეორე დღესვე დაიბარეს. ეს იმდენად შოკის მომგვრელი იყო, რომ ბაჩიაშვილი გამოკითხვაზე მარტო ადვოკატის გარეშე მივიდა. მხოლოდ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ მიხვდა, რომ მის თავს მშვიდობა არ იყო. იმ წუთიდან დღემდე გრძნობს, როგორ უთვალთვალებს ერთდროულად 7 ავტომობილი მუდმივ რეჟიმში. 10 ივნისის შემდეგ ის პროკურატურაში რამდენჯერმე 8 საათიან დაკითხვებზე ატარეს. სუსტად ერთ კვირაში კი ყველაფერი დაუყადაღეს. პროცესები ისე სწრაფად წავიდა, რომ ბაჩიაშვილის ზოგიერთი ბიზნესის მმართველმა ამ დრომდე არ იცის, რომ დაყადაღებულ კომპანიაში მუშაობს. 63.95% დაყადაღებულია გიორგი ბაჩიაშვილის 5 მილი წილი. არ ვფლობ არანაირი ინფორმაცია სამსაკითხთან როგორ, ანუ თქვენ დირექტორი ხართ და არ იცით? არანაირი ინფორმაცია სამსაკითხთან. უბრალოდ არ უნდა ისაუბროთ ამ საკითხზე. არ ვფლობ ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია. და თქვენ პრობლემები არ გექნებათ ამ ყადაღის გამო, ჩვეულებრივ აგრძელებთ მუშაობას? კომპანია აგრძელებს ჩვეულებრივ მუშაობას, დიახ. სასამართლო დავის დასრულებამდე? არანაირი ინფორმაცია სამსაკითხთან დაკავშირებით. პირველად გაიგეთ, რომ თქვენი კომპანია, რომლის დირექტორიც ხართ, დაყადაღებულია? თქვენგან გავიგე პირველად. რისი შეეშინდა ოლიგარქს? რატომ გამოკეტა გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოში?
გიორგი ბაჩიაშვილი ივანიშვილის არამხოლოდ ქართულ და ამერიკულ აქტივებს განკარგავდა. ოლიგარქი ოფშორული კომპანიის საშუალებით ატლანტის ოკეანის სანაპიროზე ფლორიდაში მილიარდერების ნახევარკუნძულზე უძრავ ქონებასაც ფლობდა. თუმცა ივანიშვილის ეს სახლი არსად ჩანდა. პრემიერ ივანიშვილს დეკლარაციაშიც კი არ მიუთითებია, რომ მანალაპანას სანაპიროს ნაწილი მისი იყო. საიდუმლოდ გადანახული ტერიტორია 2022 წელს გიორგი ბაჩიაშვილმა გაყიდა. ეს გარემოება ადასტურებს ვარაუდს, რომ ბაჩიაშვილმა ივანიშვილის ყველა დამალული აქტივის შესახებ იცოდა. ფაქტია, ოლიგარქ შეეშინდა, რომ ამერიკაში საცხოვრებლად მყოფი ბაჩიაშვილი, რომელიც საჯარო განცხადებებით რუსეთს გმობდა და უკრაინას უჭერდა მხარს, სანქციების ჯგუფს ივანიშვილის ფულის სამალავებს გაუშიფრავდა. ბაჩიაშვილს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამ ერთი მოქმედებით ბიძინა ივანიშვილმა მის უახლოეს გარემოცვას აჩვენა, რომ ციხის ხანგრძლივ საგზურს გამოუწერს ნებისმიერს, ვისაც ახლა შეიძლება გქონდეს განცდა, რომ ოლიგარქის ჭარბი ნდობით სარგებლობს. აქ ბატონ გიორგისთან ხო არ იყავით შესახვედრად? ოლიგარქის ყოფილი ადვოკატის ეს კადრები ჩვენ იმ დროს გადავიღეთ, როდესაც ვიქტორ ყიფიანი ბაჩიაშვილის მართვაში მყოფი ორბელიანის ბაზრიდან გამოდიოდა. სხვათა შორის ბაჩიაშვილს იმ კომპანიის წილებიც დაყადაღებული აქვს, რომელიც ბაზარს ორბელიანზე მართავს. გიორგი ბაჩიაშვილს რომ უჩიოს ბიძინა ივანიშვილი ხსმენიათ? დაუყადაღეს ყველა ქონება ბატონო გიორგი ბაჩიაშვილს. ჩემგან გესმით პირველად? თუ არ გინდათ ამაზე საუბარი ბატონ ვიქტორ? რა მოხდა ასეთი, რომ საკუთარ მარჯვენა ხელს სასამართლოში უჩივლა? ყიფიანს და ბაჩიაშვილს ერთი რამ აერთიანებთ. ორივემ ბევრი რამ იცის ბიძინა ივანიშვილზე და არც ერთი მათგანი უკვე ოლიგარქის გუნდში აღარ არის. ჩვენი ინფორმაციით მილიარდერმა ადვოკატიც და ფინანსისტი შეერთებულ შტატებთან ახლო ურთიერთობების გამო ჩამოიცილა. საჯაროდ ჯერ ცნობილი არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყიფიანს უჩივლა, თუმცა ტელევიზიებისა და ჟურნალისტების თანდასწრებით ქართული ოცნების ოფისში ირაკლი კობახიძემ ახალი ამბების რეპორტიორებს ღიად უთხრა, რომ ყიფიანი ივანიშვილმა ფულის მოპარვის გამო მოიშორა. არ შეიძლება იყო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ამავდროულად გახდა უცხოური გავლენისაგან. მიზეზი იყო ბევრად უფრო მძიმე, წარმოიდგინეთ ამაზე ბევრად უფრო მძიმე. ბაჩიაშვილის საქმე პირველ რიგში არის სიგნალი პრემიერ ღარიბაშვილისთვის, ოცნების ელიტისთვის, მინისტრებისთვის. თუ მათ ქმედებებში ბიძინა ივანიშვილი თუნდაც მცირეოდენეთ შეიტანს, იმის მიუხედავად ექნება თუ არა ამეჩ საფუძველი, მათაც ბაჩიაშვილის ბედიელით და ციხე გარანტირებული აქვთ.